მადლობისა პატივცემულო ტელემაყურებელო, დღეს 13 ნოემბერია და კიდევ კარგი ხუთშაბათი. თორემ 13 რიცხვი რომ იყოს და პარასკევი, ვერ იქნებოდა კარგი ამბავი. რატოვითომ? საშინელებათა ფილმების გავლენის ქვეშ ხარ თუ სრუმორწმუნე? არა. სრუმორწმუნე არა, მაგრამ წინაზე 13 რო პარასკევს დაემთხვა, გვერდი გაუშვი გაჩერებულ მანქანას და სადაზღვევო ცალკე შემაშინა და იმ მანქანის პატრონმა ცალკე. ამაზე მეტი საშინელებათა ფილმის სიუჟეტი რა გინდა? იცი რა დამიჯდა? საბედნიერო დღეს ხუთშაბათია და გინდა 13 იყოს, გინდა 53, მაინც ბედნიერი საღამოა, რადგან თქვენ უყურებთ ბადა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და როსტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოსიკაშვილი. მადლობა. საინტერესო სტატისტიკით მინდა დავიწყო ამბების მიმოხილვა. ესე იგი 2025 წლის ზაფხულში საქართველოს 2,5 მილიონი ვიზიტორი ეწვია და ამ უცხოელმა ვიზიტორებმა 6 მილიარდი ლარი დახარჯეს საქართველოს. ძალიანაც კარგი, მაგრამ დახარჯესო ისე ამბობ, თითქოს მე მიყიდეს სამი ამ წვადზე დამპატიჟეს. მეც კი ვხარჯა უცხოეთში ფულს, მაგრამ კი არ ვუთვლი და კი არ ვამადლი. კარგია კაცო, მერე, ანუ გამოდის რომ ქართული სტუმართმოყვარეობა კაი ბარძგვალა 6 მილიარდიანი პროექტი ყოფილა. ჩემი აზრით ამ 6 მილიარდიდან 5 მილიარდი აეროპორტიდან სასტუმრომდე მისასვლელად დახარჯეს. ტაქსი. 5 არა, მაგრამ 4 ნაღდი. თან ამ ტურისტებმა უკვე ისწავლეს ქართული სიტყვები. მაგალითად რა ამბავია შეგაცო. ცოტა დააკელი ვალი ხوار გაგდან. რა ცეცხლის ფასებია და მსგავსი ფრაზები. აი ხლა დავფიქრდი და ამ უცხოელებს 6 მილიარდი ლარი საიდან ქონდათ? აი ეს არის საინტერესო. ალბათ ვალუტის ჯიხურებში გადაახურდავებდნენ აგერ ყაზბეგზე მაგალითად. რა პრობლემაა? ხოდა გამარჯობა შენი. არ გეუბნებოდი ქსოვრლების გვერდით ჩავდგათ იქ სადმე კარგი ვალუტის ჯიხური და მიგვიხედავ სეირანა ბიზნეს თქო? არ მიჯერებ ჩემო ბატონო არაფერს. კარგი ხო, კარგი, აცი დაგიჯერებ შეგენაც. კარგი, მიდი, ან მოდი, ცოტა მსუბუქ თემაზე გადავიდეთ. თურმე ერთმა ქალმა ორსულობის დროს თვალის ფერი შეიცვალა, რათა მის შვილსაც ცისფერი თვალები ჰქონდა. ამ ქალს ქიმიაში და ბიოლოგიაში ეყოლებოდა განსაკუთრებულად მაღალი ნიშანი. მომისვირე ქალბატონო, მაგას თვალის ფერის კი არა, კაცის შეცვლა უნდა. აჯობებდა ტვინის დაოჭები შეეცვალა. ბავშვი თუ არ დაემსგავსებოდა, თვითონ მაინც გამოიყენებდა და ნაკლებ სისულელეს გააკეთებდა. კი ბატონო, მშობიარობის მერე აწუკე შავთვალება ახალშობილის დედას უთქვამს. რა ვიცი, წინა შვილზე მოქალაქეობა შევიცვალე და შვილს იმ ქვეყნის მოქალაქეობა მისცესო და მეგონა თვალზეც იმუშავებდა. ისე საბანკო ანგარიშის ნომერი უნდა შევცვალო მე. რა იცი, რა ხდება? შეიძლება ხელფასი მომემატოს. რა ვიცი, ცადე რა მიდის შედი. გადავიდეთ შემდეგ ეზამათეზე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თურმე მალდივებზე 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს მოწევა ეკრძალებათ. მოიცა. შეგე კიდე კარგი ცოტა ადრე ვარ დაბადებული. მალდივებზეო და შენ რა შვაში ხრეთი გამაგებინე. მე შენ არ იცი ბალტა? მე თერჯოლის რაიონ ზემო მალდივებში ვარ დაბადებული. კარგი, ესე იგი 2007 წელს დაბადებულები ძლივს გაახდრეთ 18 წლისები და იფიქრეს, ბიჭო, ახლა გავაფუილებთო და ბრახ. არა უგრძალეს მოწევა. ხედავ შენ, რა უქნია ფატიმა აზიფას? აბა ბიჭო, ვინა ფატიმა აზიფა? მაგათი გუგული, მაგათ. აგზალა ფატიმა. აზიმა. არა და
ჩვენთან მაგასაკში ხალხს უკვე თითები და ულვაშები აქვს გამუდლებული სიგარეტები. ისე შემოპათა მალდივებზე მაცხოვრე და მოწევა კი არა, სუნთქვა მიკრძალე თუ. ნუ 100 თვისია მოწევა მავნებელია და არ გინდათ გაანებეთ თავი. ახლა ვთქვათ რა დროს ეწევა ეს ადამიანი, ხო? როცა სანერვიულო აქვს. ხო და მალდივებზე რა აქვს ახლა რა საინტერესოა სანერვიულო? წამოწეკი და დაისვენი. რას უფშულუკუნებ მაგ საცისღორო. უფშულუკუნებ. კარგი. ეს ალბათ ჩაინიკას დაწერილია, თუმცა იმერულია ამბავი. ვიზად მაინც და მაინც გინდათ ეს შლუკუნი თავიდან გაიგეთოს განმაჟება და 2006 წლის დეკემბრიანი დააწყო. უშლუკუნე რამდენს მალდივები და კაი ცხოვრება. იქით იყოს შემოპათა და დავანებოთ მაგას თავი და დედამიწის სიღრმეში აღმოაჩინეს უზარმაზარი ოკეანე. რომელიც 3-ჯერ მეტ წყალს შეიცავს ვიდრე ყველა ზედა ოკეანე ერთად. ხედავში და რუსთავში კიდევ არ არის წყალი. ორ სართულიანი ყოფილა დედამიწა. შენ კიდე მივტკიცებდი ბელეტაჟიაო. აი, პირველ სართულზე რამხელა ოკეანე ყოფილა თურმე. აბა ნეტა ზუსტად რა ადგილას არის ხო არ უთქვამს ვინმე. სოფელში ჭისამოჭრა მინდა და მაგ ადგილას დავარტყამდი პირდაპირ ლაპარაკს. ისი არ ამგონია ეგ ამბავი მართალი იყო ჩემო ნიკოლოს, იმიტომ რომ მისპინე სიარულისას ჭყაპურის ხო ყოველდღე მესმოდეს. ესი არ არის? ო, წყალი. მე არ ვგრძნობ არ მესმის. კარგი რა, მეცნიერები ხო არ მოგვატყუებდნენ შემოპათა ის. რა ვიცი. მეცნიერს კი არა, ძმა-ძმას აღარ ენდობა, მაგრამ ეგ თუ მართალია, მაშინ გასაგებია სათქრება ხოლმე სალინასკის სარეცხი მანქანიდან. გასაგებია. სალინასკი კი არა, აგერ ბრიტანეთში ციხიდან კაცი სხვის მაგივრად გაათავისუფლეს და ვეღარ პოვიდა. იმედია შეცდომით სხვას არ იპოვნია და იმას არ ჩასვამე. ხო, იმედია ეგრე არ იქნება ჩემო კარგო. დაანემონ თავი პატიოსანი კაცი თუა შერცხვება და თავისი თავი. მანამდე არ გეტყიდა არაფერი. არა უშავს, ბრიტანელო მეციხოვნეებო. შეცდომა ვის არ მოსვლია, აგერ კოლუმბა ინდოეთის ნაცვლად ამერიკა აღმოაჩინა შეცდომით. ამერიკაზე გამახსენდა მართლა. თურმე ჩინელები საერთაშორისო ბაზარზე შესაწყიდად ეძებენ არა ქათმის ხორცს, აბა? არამედ ქათმის ფეხებს. გიყვარ შენ ქათმის ფეხები? საჭმელად მეკითხები? არა, სასიარულო. ხო, საჭმელად. ეს როცა. ნუ ახლა როგითხრა ახლა ვგიჟდებთ მე მაინც ბარკალი მირჩევნია თავის გადაგახსენთან ერთად ჩემო გიორგი. ხო და ჩინელებს ფეხები უფრო ყვარებიათ და გამოდის რომ ქართულ მეფრინველეობას ექსპორტის ახალი შესაძლებლობა ეძლევა. უფეხო ქათმები თუ დაინახოთ საქართველოში, ესე იგი ჩინელების ნახელავი. თუ მოგორავს ქათმები ძალიან უყვარს შორის მაგათ ნანახი მაქვს. როგორ ჩუპაჩუპსი ისე ჭამელი ქათმი. თან ქართულ ქათმის ფეხებს ბევრი გარბენი არ ექნება. აბარა, საქათმე მოსკინტლა საბუდარი, საქათმე მოსკინტლა საბუდარი. რა უნდა გაიგო? მაგრამ სად გვაქვს ახლა ჩვენ ჩინელების სამყოფი ქათმის ფეხები ვითხარ? იდეა მაქვს. 8 ფეხა რო შევაჯვაროთ ქათამთან და მე ნახე შენ ბიზნესი და მოგება. ქათამი რომ მოიწე. გეურები გენიოსი ხარ რა. არ წავალ შორს ჩინეთიდან და იქვე დავრჩები. საქართველოს ჩინეთში სადეგუსტაციოდ გამოფენაზე წარადგინა ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაკაპული, ჯაგაბული, ქართული ღვინოები და გასინჯვაზე თურმე იმხელა რიგები იდგა. დიახ ბატონო, რა ხალხი ვართ რა, აგედა ჩინეთში და საქართველოში ჩვენ ვართ მასპინძლები. აი, ყველგან ასევე. მეუბნები რა, იქაური ჩინელები ამბობდნენ, იმიტომ აღარ ჩამოდია რიკოთის ავტობანზე სამუშაო წამოსული ჩვენი თანამემამულეები. რა გემრიელი კერძები ქონიათ ქართველებს. ანუ მოეწონათ არა? თავიდან თურმე ეჭვის თვალით უყურებდნენ ქართულ კერძებს, მაგრამ
როგაზი შემდეგზე ქართული გამოფენა ჩინეთის დიდ კედელზე გაიმართება ვიგიო დაიწყოს ახლა ისეც ნუ იზამენ ქართულ მეფრინველებს ქათმის ფეხების ბიზნესი რო ჩაუვარდეთ აბარა მაგათ მარტო უნდა გაასინჯო თორე ჩინელების გასაძღობი ხაჭაპური გემჟალია ჩქველული ჩაკაპული სადარი ან მომზადებას ეხუმრებს მაგარი ამბავი მაგ კიდე ჩემო პაატა წინა გადაცემაში რო ვისაუბრეთ იაპონიაში სამსახურში თუ დაგეძინა უფროსი გაქებს ესე იგი შრომით დაიღალეო ხო გახსოვს ეგ ამბავი კი მახსოვს ხო და უკეთეს გეტყვი აგერ იაპონიაში სამსახურის შემდეგ ტრადიცია ყოფილა ასეთი უფროსი სასმელს მიაწოდებს თანამშრომლებს და თუ არ დალევენ ესე იგი შეურაცხყოფად ირკვევა ტრადიციას ქვია ნომიკაი რა ქვია ნომიკაი ჩემი გადაცემის ჩაწერის შემდეგ არ დავიშალოთ ნომიკაი უნდა გავაკეთოთ ხარაიშვილი რა თქვი ვერ დალევ გაშვებული ხარ სამსახურიდან გაშვებული ო მაგრამ ისეთი უფროსიც არ უნდა იყო ხელფასის გადიდების ნაცვლად ვინც უდიდებდა თანამშრომლებს ისე რა უცნაურია წარმოიდგინე კაცი რო სამსახურიდან ბრუნდება და ცოლს ეუბნება სამსახურიდან გამომაგდესო ცოლი რო კითხავს რატომ ეს ეუბნება არ დავლია და გამომაგდო უფროსი როგორია ოდა ცოლი რო წელვის რატო არ დალიე შედალიე ცეცხლდა ნავთიო აუ გაიქნება არა რა გეუბნები ძმაო ოცნების ქვეყანა ეს იაპონია რა გეუბნები მე ანუ იაპონიაში სივში განათლებას და სამუშაო გამოცდილებასთან ერთად უნდა ჩაწერო რამდენ სვა ისე ჩვენთანაც იყო ეგ ტრადიცია თურმე ადრე მაგრამ მეორე დღეს ვერავინ ვეღარ მივიდა სამსახურში და ეგრევე გააუქმეს არაფერში მედი რო არა გვაქვს და დღეისათვის ბოლო ამბავი მარნეულის სასადილოებში ხორცის ფარში ვირის დნმ გამოვიდა პატა რა ხსენს ბიჭო ხმა მოიღე კაცო რატო კაცო რატო აი ფარში სოიო გაურიე კი ბატონო ქონი გაურიე პური გაურიე ჯანდავა ციციბურაც მაგრამ ვირი კაცო ვირი ვინა ხარ თქვენა ხალხი ხარ თუ ვირი კი არ უნდა ჭამო უნდა ისაკნა ამუშაო აბა ბიჭო საწყლები კახეთიდან შრომას და იმას გამოექცნენ რა გვია რა შიმშილს დაგრეკეს მერაშკში შრომას და იმას კი არა რას გიტყვით შენ და არ ვიცი ესეთი ნიუსი მე არ ვიცი ხოდა გაუშვებენ ახლა ვიღაცებს ვირის აბანოში და ღირსიც იქნებიან ისე არ ამგონია ეგ ამბავი მართალი იყოს ამას წინათ მე თვითონ გახდით მარნეულში კარგი ქაბაბი ვჭამე და არაფერი იმას არ ეთყობოდა ვირის ხორცობით რაიცადი კაია მიდი გადაჭიმეცე შეგარგუში მოგევლე ისე რაც მე და შენ ვირებზე ანეკდოტები გვაქვს მოყოლილი ხო მერე არ მივაგოთ მარნეულში ფარში აღმოჩენილ ვირებს პატივი სიმღერი მუსიკის თანხლები შევთავაზოთ რამე მაყურებელს აუცილებელიცაა მე თუ გითხავ თან კარგა ხანია ანეკდოტების სიმღერით აღარ მიგვიწვია ჩვენი მაყურებლისთვის მართალი ხარ აბა წავიდა ბიჭებო წავიდა